მოგესალმებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძალისის მეათე B კლასის მოსწავლე ლალი წოწოლაშვილი. დღეს მე წარმოგიდგენთ ჰოლოკოსტის ტრაგიკულ დღეებს. 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მის მოკავშირეების მიერ ებრაელების, ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებულ მასობრივ გენოციდის დღეს ერთი სწორად ჰოლოკოსტით აღწერენ, რაც სრულად დაწვას ნიშნავს. ებრაელებმა ამ მოვლენას საკუთარ ენაზე ივრითზე შუა კატასტროფა უწოდეს. ჰიტლერმა ნაცისტური იდეოლოგია პრაქტიკულად აქცია და ებრაელების მასობრივად გასანადგურებლად მთელი სისტემა სიკვდილის ბანაკების ქსელი შექმნა. ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაელების ხოცვა ჟლეტვამ გრანდიოზული მასშტაბები მიიღო, რამაც ევროპის ებრაელების 60% დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი განადგურდა. ნაცისტებმა ოკუპირებული ტერიტორიების დიდ ქალაქებში გეტოები შექმნეს. უდიდესი გეტო იყო ვარშავაში, ხოლო საბჭოთა კავშირის უდიდესი გეტოები იყო ლვოვში და მინსკში. გეტოებში ხშირი იყო აჯანყება. აჯანყებულებს იმედი არ ჰქონდათ, რომ გაიმარჯვებდნენ, მაგრამ სიკვდილის მუდმივ მოლოდის ისევ ბრძოლაში სიკვდილი ამჯობინეს. ხელისუფლების ხელშეშაგდებისთანავე 1933 წლიდან ნაცისტებმა გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკების შექმნა დაიწყეს. ბანაკები სამ კატეგორიად იყოფოდა. 1914 წლისთვის ყველა ბანაკი ესეთ დაქვემდებარებაში გადავიდა. 1942 წლიდან არსებობდა 15 ძირითადი ბანაკი 100 ფილიალით. სიკვდილის ფაბრიკებში სულ 18 მილიონმა ადამიანმა გაიარა, სიცოცხლე კი 11 მილიონმა იქ დაასრულა. 1941 წლის ივლისში ჰერმან გერინგმა უბრძანა რაიხის უშიშროების სამსახურს ფიურერის ბრძანების შესაბამისად მოემზადებინათ ებრაელთა და სხვა ტყვეების განადგურების გეგმა. გერმანელი ოფიცრები ხშირად შესჩიოდნენ ჰიმლერს, რომ მოსახლეობის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მასობრივი დახვრეტა მძიმედ მოქმედებდა ვერმახტის ჯარისკაცების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. თან ამაზე ინფორმაცია ვრცელდებოდა მოსახლეობაში, რასაც შეიძლებოდა ომის დროს არასასურველი შედეგი მოიტანა. 1942 წლის იანვრიდან ბერლინთან ახლოს ვანზეეს ნაცისტურ კონფერენციაზე რაიხის მტრების განადგურების ეფექტური გეგმა შეიმუშავეს. ამიერიდან ოფიციალურ დოკუმენტებში სიტყვა განადგურების ნაცვლად ევაკუაცია გამოიყენებოდა, ხოლო დახვრეტის ნაცვლად გაზით მოწამვლის მეთოდი დაინერგა, რომელიც ნაცისტების აზრით უფრო ჰუმანური და ეკონომიური იყო. ტყვეთა მცირე ნაწილს სხვაგვარი სიკვდილი ელოდა, მათთვის სამედიცინო ექსპერიმენტებს ატარებდნენ. იშვიათად, მაგრამ მაინც იყო ტყვეების ბანაკებიდან გაქცევის შემთხვევები. ერთ-ერთი ბანაკიდან 300 ტყვე გაიქცა. საერთაშორისო თანამეგობრობა 27 იანვარი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების დღედ, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოაცხადა. ჰოლოკოსტის მე-60 წლის თავზე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობდა ჰოლოკოსტს. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საპატივცემულოდ მსოფლიოში არაერთი მემორიალი მიუძღვნეს. ჰოლოკოსტი გვახსენებს, რომ სიძულვილი და გულგრილობა ბოროტებას აძლიერებს. ჩვენი ვალია ადამიანის ღირსების დაცვა და ასეთი ტრაგედიის არ დაშვება. მადლობა ყურადღებისთვის.